გამარჯობა, ჩვენ ვაგრძელებთ სალექციო კურსს პოლიტიკის გაგება და ჩვენი მეექვსე ლექცია მიეძღვნება გარდამავალ პოლიტიკურ სისტემებს. ჩვენ დღეს ამ ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ აი ამ საკითხებზე. კომუნიზმის დასასრული, საბჭოთა კავშირის რღვევის მიზეზები, რა პროცესები მიმდინარეობს რუსეთში, ჩინეთში, რა არის დამახასიათებელი ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისათვის, რა პროცესებს აქვთ შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებში ადგილი. როგორც ხედავთ, დღევანდელი თემა ეძღვნება პროცესებს იმ ქვეყნებს, სადაც პოლიტიკური სისტემა ან სხვა სისტემები, მაგალითად ეკონომიკური სისტემა ძირეულ ცვლილებას განიცდის და მართლაც საინტერესოა ვნახოთ თუ რა პროცესებს აქვს ადგილი სწორედ ამგვარ ქვეყნებში. ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, ჩვენი მსგავსი ქვეყნებისათვის, რადგან ჩვენთანაც სწორედ მსგავსი მოვლენების, მსგავსი პროცესები მიმდინარეობს და საინტერესოა რა ინსტიტუციური ცვლილებები ახლავს ამ ყველაფერს, რატომ არის რაღაც საკითხები პრობლემური და როგორ ხდება ერთი სიტყვით როგორ მიმდინარეობს გარდაქმნა სხვადასხვა სისტემებში. პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ მიზეზებზე, ვისაუბრებთ ძირითად განსხვავებებზე და შემდეგ უკვე მეორე ნაწილში გადავალთ შევეხებით რუსეთისა და ჩინეთის თემას, საბჭოთა კავშირის რღვევით დავიწყებთ რა თქმა უნდა. მესამე ნაწილში კი უკვე ვისაუბრებთ ლათინური ამერიკის ქვეყნებზე და შორეული აღმოსავლეთის, ანუ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე. Როგორც მიხვდებით, განსხვავება არის ამ ორ სხვადასხვა სივრცეში, სამ სხვადასხვა სივრცეში რეალურად. ერთი ეს არის კომუნისტური სამყარო, სადაც რღვევა მოხდა პოლიტიკური სისტემის და ეკონომიკური სისტემის, ანუ გარდაქმნა ხდება პარალელურად ორივე სისტემისა. რაც შეეხება ჩინეთში, აქ პოლიტიკური სისტემა შენარჩუნდა, სამაგეროდ ეკონომიკური სისტემა განიცდის ძირეულ ცვლილებებს 80-იანი წლების ბოლოდან, ხოლო ლათინურ ამერიკაში მაგალითად უპირატესობა მიენიჭა ჯერ პოლიტიკური სისტემის ცვლილებას და ეკონომიკური სისტემა, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად რთულ პირობებში რჩებოდა, ეკონომიკური განვითარება ვერ ეწეოდა პოლიტიკურ განვითარებას, ხოლო აზიის ქვეყნებში, ისეთ ქვეყნებში როგორიც მაგალითად სინგაპური, სამხრეთი კორეა, ტაივანი, ტაილანდი, აი ამ ქვეყნებში მიმდინარეობდა ჯერ სწორედ ეკონომიკური რეფორმები 70-იანი წლებიდან გასული საუკუნის და შემდეგ წამოეწია მას პოლიტიკური რეფორმები. ეს განსხვავება ჩვენ დაგვეხმარება ვიმსჯელოთ ზოგიერთ საკითხზე, კერძოდ რომელი არის წინსწრები, რომელი არის წინაპირობა, რომლისა ჯერ პოლიტიკური სისტემის განვითარება უნდა მოხდეს და ეს შეუწყობს ხელს ეკონომიკურ მოდერნიზაციას და პირიქით ეკონომიკური მოდერნიზაცია არის წინსწრები რაღაცნაირად პოლიტიკური მოდერნიზაციისა. ვიდრე აი ამ საკითხებზე გადავალთ, როგორც ვთქვით, პირველ ნაწილში, ლექციის პირველ ნაწილში მაინც ზოგადად განმარტებებზე და ზოგადად თეორიულ მოდელებზე ვიმსჯელებთ. განმარტებისთვის მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ არსებობს ცვლილები, განსხვავებები ტრანსფორმაციის, ტრანზიციას, რეჟიმის შეცვლისა და მთავრობის შეცვლას შორის. ხშირად გაგიგიათ, რომ არის საუბარი რეჟიმის ცვლილება, რეჟიმ change და იგი გულისხმობს მართველი გუნდის ელიტის, მართველი ძალაუფლების ფენის შეცვლას ისე, რომ ეს იწვევს ძირეულ ცვლილებებს ამ ქვეყანაში, როგორც წესი ძალის გამოყენებით, რევოლუციურად, გარედან ჩარევით ხდება ეს ყველაფერი და შედეგად შეიცვლება ხოლმე მთელი აპარატი სახელმწიფო ბიუროკრატიისა, შეიცვლება მთლიანად სახე ამ ქვეყნისა. მაგალითად, რეჟიმის ცვლილების სავარაუდო ყველაზე ესეთი თვალსაჩინო მაგალითები 1979 წელს ირანში ისლამური რევოლუციის შედეგად შაჰის ხელისუფლების დამხობა და რელიგიური ეგრეთ წოდებული თეოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ამ ქვეყანაში. მშვიდობიანი რეჟიმის ცვლილება იშვიათია, მაგრამ მაინც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ ჩეხეთი, ჩეხოსლოვაკია, როდესაც კომუნისტური რეჟიმი დაემხო, აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა 90-იანი წლების, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. 2003 წლის საქართველოს მოვლენებიც პრინციპში მშვიდობიანი რევოლუციის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მართველი ძალა, რეჟიმი შეიცვალა და პრინციპში ამას ძირეული ცვლილებები მოყვა
ყველა მიმართულებით. რაც შეეხება მთავრობის შეცვლა, იგულისხმება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის შეცვლა ძირითადად როგორც წესი საარჩევნო გზით ხდება, ერთი ხელისუფლება, ერთ პოლიტიკურ ძალას მეორე ჩაანაცვლებს და ამ დროს განსხვავება ალბათ რეჟიმსა და რეჟიმის ცვლილებასა და მთავრობის ცვლილებას შორის მთავარი შედეგშია, კერძოდ ის, რომ მთავრობის ცვლილება არ იწვევს პოლიტიკური სისტემის გადასხვაფერებას, უბრალოდ არ იწვევს არსებული პოლიტიკური წესების, არსებული პოლიტიკური სტრუქტურის ცვლილებას. თავისთავად რეჟიმის შეცვლა და მთავრობის შეცვლა შეიძლება მოხდეს ერთი და იგივე სისტემის პირობებში. არ არის აუცილებელი მაგალითად რეჟიმი შეიცვალოს და სისტემა უფრო დემოკრატიული გახდეს, ან უფრო ასე ვთქვათ, ავტორიტარული იყოს მანამდე და შემდეგ უფრო დემოკრატიული გახდეს. აფრიკის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენ შეიძლება დავასახელოთ მაგალითად, რომელშიც 90-იანი წლებიდან ისევ გასული საუკუნისა დღემდე არაერთი რეჟიმი შეიცვალა, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას დიდად არ დატყობია, ერთი ავტორიტარული რეჟიმს უბრალოდ მეორე ანაცვლებდა ხოლმე. ტრანსფორმაცია და ტრანზიცია გულისხმობს, პირველი გულისხმობს სისტემის გარდაქმნას, ამავდროულად ტრანსფორმაცია უფრო ნეიტრალური ცნებაა და ის არ გულისხმობს თუ საითკენ რა მიმართულებით გარდაიქმნება სისტემა, მაშინ როდესაც ტრანზიცია თავისთავად გულისხმობს დემოკრატიისკენ სვლას ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისაკენ. ანუ ეს ცნებები ჭირდება იმისთვის, რომ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სხვადასხვა პროცესები, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს. მოდით გავიხსენოთ უბრალოდ სხვა, ასე ვთქვათ, წინა ლექციებიდან პოლიტიკური სისტემების შედარება. გვახსოვს, რომ ერთმანეთს ვადარებდით დემოკრატიას, ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს, იმის დამიხედვით თუ საიდან მოდიოდა ძალაუფლება, ვინ აკონტროლებდა, ვის ხელში იყო ფაქტობრივად ძალაუფლება და რამ ხელაზე, რაზე წვდებოდა ძალაუფლება, ანუ რამდენად ყოვლის მომცველი იყო ძალაუფლების კონტროლის სფეროები. დემოკრატიის შემთხვევაში ვთქვით, რომ სახალხო სუვერენიტეტი, ანუ ხალხი არის ძალაუფლების ძირითადი წყარო, არჩეული მთავრობა ფლობს, ანუ არჩეული წარმომადგენლები ხალხისა, იმიტომ რომ ეს წარმომადგენლობითი დემოკრატია თანამედროვე სახელმწიფოში, ეს მთავრობა ფლობს, ამგვარი მთავრობა ფლობს ძალაუფლებას, ისინი აკონტროლებენ ძალაუფლებას და მისი გავლენა შეზღუდულია, იმიტომ რომ კანონის უზენაესობა და სხვადასხვა მექანიზმები, როგორიცაა დაწინასწორება გააკონტროლების, ფედერალიზმის, დეცენტრალიზაციის და ასე შემდეგ ზღუდავს ძალაუფლებას. ავტორიტარულ შემთხვევაში ძალაუფლების წყარო და ლეგიტიმაცია შეიძლება სხვადასხვა იდეა ან ვინმე პიროვნებათა ჯგუფი იყოს, ძალაუფლებას აკონტროლებს როგორც წესი პატარა ჯგუფი, რომელიც ლიდერის ირგვლივ არის შეკრებილი და რომელიც მანიპულირებს ამ იდეითან, შეიძლება მართლაც ამ იდეას ემსახურებოდეს, რომელიც ძალაუფლების წყაროა და საბოლოო ჯამში ძალაუფლების გავლენა არის შეზღუდული, მარტის ძალიან მკაცრად აკონტროლებს პოლიტიკის სფეროს, მაგრამ გააჩნია არა ყოველთვის, არა ყველა ავტორიტარიზმში არის ისე ყოვლის მომცველი, როგორც მაგალითად ტოტალიტარიზმში. გააჩნია ავტორიტარულ სისტემას, ანუ ავტორიტარული სისტემები საკმაოდ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს და არის კიდეც. ტოტალიტარულ რეჟიმში კი უტოპიაა, რაღაც ახალი ადამიანის გამოგონება, ახალი სისტემის შექმნა, პრინციპში სამოთხის განხორციელება დედამიწაზე შეიძლება იქცეს უტოპიის მიზეზად, ლეგიტიმაციის წყაროდ, ლიდერი გამოკვეთილად ლიდერი და რა თქმა უნდა ჯგუფი, რომელიც ამ ლიდერს ამაგრებს, ეს ადამიანი პიროვნული პერსონიფიცირებულია ძალაუფლება ძალიან და ტოტალურია ძალაუფლების გავლენა, ანუ არჩება, ფაქტობრივად არჩება არანაირი სფერო, რომელშიც ძალაუფლება არ ერევა, რომლის გაკონტროლებაც ძალაუფლებას არ სურს. აი ახლა ამის მიხედვით შევხედოთ თუ შევეხოთ იმ საკითხს, რომელზედაც უკვე თითქმის რომელზედაც დასაწყისში ვისაუბრეთ, შევხედოთ ქვეყნებს, რომლებიც აი ამ პოლიტიკურ სისტემის ერთი მახასიათებლიდან, ერთი კლასიდან რაღაცნაირად გადადიან მეორე კლასში. გარდამავალი, ანუ ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნები სწორედ ის ქვეყნებია, რომელიც ერთ პოლიტიკური სისტემიდან დაიწყეს მოძრაობა და ახლა მეორე პოლიტიკურ სისტემაში გადალაგდებიან. როგორც წესი ჩვენ გვაინტერესებს, რა თქმა უნდა,
ტრანზიციის საკითხები, ანუ საკითხები როგორ ხდება ავტორიტარიზმის დაძლევა დემოკრატიაში, თუმცა პოლიტიკის მეცნიერებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, რატომ ხდება, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დემოკრატიები ვერ ინარჩუნებენ თავის სახეს და თქვათ ავტორიტარიზმში უკან ბრუნდებიან. ასეთი შემთხვევებიც რა თქმა უნდა არსებობს, რომ დავაკვირდეთ მაგალითად იგივე გერმანია კლასიკური მაგალითია, რომელიც 1920-იან წლებში იყო დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა ავტორიტარიზმში და მეტიც ტოტალიტარულ პოლიტიკურ სისტემაში ჩაიძირა 1930-იან წლებში. ასევე შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთი ევროპის ბევრი ქვეყანა, რომელიც 20-იან წლებში 1920-იან წლებში დემოკრატიული ქვეყანა იყო, შემდეგ ნელა იქ ავტორიტარიზმმა იმძლავრა. ლათინური ამერიკის ქვეყნები მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის განმავლობაში მუდმივად, ასე ვთქვათ, მოძრაობდნენ ერთი სისტემიდან მეორეში. პრინციპში სამი საინტერესოა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში დღემდე ეს საკითხი დგას, პოლიტიკური სისტემის გარდაქმნისა, ტრანზიცია. ყოფილი საბჭოთა პოლიტიკის ქვეყნებში კი ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის თანადროულ ცვლილებასთან, როგორც ამას უწოდებენ ხოლმე, ხდება ორმაგი და ზოგჯერ ამბობენ სამმაგი ტრანსფორმაცია, ანუ პირველი ტრანსფორმაციას პოლიტიკური სისტემისა, მეორე ეკონომიკური სისტემისა, იმიტომ რომ ამ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკა არ არსებულა და მესამე რომ საზოგადოებრივი სისტემაც ძირეულად იცვლება, ანუ ღირებულებათა სისტემა სერიოზულ გადახედვას საჭიროებს და ხდება კიდეც ეს პროცესი, რომელიც ძალიან მტკივნეულია ხანდახან. და შორეული აღმოსავლეთი ქვეყნები, რომელიც თქვით, სინგაპური, ტაივანი, ტაილანდი, სამხრეთი კორეა, ქვეყნები, სადაც ჯერ ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია დაიწყო და დემოკრატია შემდეგ წამოეწია, ან ბოლომდე ვერც კი წამოეწია ამ ქვეყნებს. პრინციპში კითხვები, რომელიც პოლიტიკის მეცნიერებას ამ კუთხით აღელვებს, არის პირველი, რამდენად შეუქცევადია ეს პროცესი. ანუ, როგორც წეგავ თქვით, შეიძლება ცოტა ფორმულირება შევცვალოთ, რა არის ის გარანტიები, ან რა არის ის წინაპირობები, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და მეორე საკითხი, რამდენად გარდამავალია გარდამავალი ხანა. იმიტომ რომ იგულისხმება, რომ გარდამავალი ხანა თავისთავად უნდა დასრულდეს. ანუ თუ რაღაც ქვეყანა კონკრეტული იწყებს ავტორიტარული სისტემიდან თავის დაღწევას და გადადის დემოკრატიულ სისტემაში, მოლოდინი არის, რომ ეს ქვეყანა რაღაც X დროს მიაღწევს ამ დემოკრატიულ სისტემას. მაგრამ როგორც ვნახავთ და როგორც მეცნიერები ამას უკვე აკვირდებიან დაახლოებით 20 წელზე უფრო მეტია, პროცესი მაგალითად იგივე საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რესპუბლიკებში ასე მარტივად არ წასულა და მთელი რიგი ქვეყნებისა დღემდე გარდამავალ მათ შორის საქართველოს გარდამავალ ქვეყნებში ითვლება, ანუ ისინი არ არიან არც ავტორიტარული, მაგრამ სადღაც გაიჩხირნენ შუაში, ასე ვთქვათ, ვერ მივიდნენ ბოლომდე დემოკრატიასთან. ამდენად სწორედ დევიდ კოლიერი და სტივენ ლევიცკი ისინი საუბრობენ ეგრეთ წოდებულ ზედსართავიან დემოკრატიებზე, იმიტომ რომ მართლაც სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო ხანებში გაჩნდა ასეთი დემოკრატიები, როგორც ვთქვათ, არასრულყოფილი დემოკრატია, გარდამავალი დემოკრატია, დეფექტური დემოკრატია და ასე შემდეგ. ანუ დემოკრატიები, რომლებიც არიან რაღაც ვარიანტში დემოკრატიები, მაგრამ ბევრი ნიშნის, ბევრი მახასიათების მიხედვით ჯერაც არ არიან კონსოლიდირებული, როგორც ამას ამბობენ, კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიები. პოსტკომუნისტურ ტრანსფორმაციაზე გვექნება ჩვენს მეორე ნაწილში საუბარი და შევეხებით, როგორც ვთქვით, სამმაგ ტრანსფორმაციას, პლუს შევეხებით ასევე სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და პრინციპში დემოკრატიზაციის კუთხით გვაქვს თუ შემოვავიწროვებთ მხოლოდ საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ქვეყნების ბანაკით ჩვენს არეალს, გვაქვს წარმატებული შემთხვევები, გვაქვს ნაკლებად წარმატებული და აშკარად წარუმატებელი შემთხვევები და ორივე ცოტა შევეხებით აი ამ მიზეზებსაც.